თამამად გადადით მოქმედებაზე. ძალაუფლების 58 კანონის 28 კანონი. გამარჯობა, მე ვარ ელენე, ეს არის ჩემი არხი Reverse Monday. გთხოვთ გამოიწეროთ არხი, მხარი დაუჭიროთ ჩემს პროექტს იმისთვის, რომ უფრო მეტი საინტერესო ეპიზოდი ჩავწეროთ. დღეს კი განვაგრძობთ რობერტ გრინის 48 კანონის განხილვას. კანონის ფორმულირება. თუ არ ხართ დარწმუნებული არჩეული სამოქმედო გზის სისწორეში, პრაქტიკულად მიყვებით მას. თქვენი მერყეობა და ყოყმანი შესრულების ხარისხს დაამცრობს, მორიდებულობა სახიფათოა, უმჯობესია თამამად მოქმედება, სიმამაცის წყალობით დაშვებული ნებისმიერი შეცდომა ადვილად გამოსწორდება. კიდევ უფრო მეტი სიმამაცის წყალობით. მამაცებით ყველა აღფრთოვანებულია, მორიდებულებს პატივს არავინ მიაგებს. მოკლედ ვიტყვი, რომ მთავარია დაწყება და სიცხადე პროცესში მოვა. არც ერთი რევოლუცია, რომელიც იყო დაგეგმილი მართალია წინასწარ, ზუსტად არავინ არ იცოდა, როგორი შედეგით დასრულდებოდა, მათ შორის ვარდების რევოლუციაც და დღევანდელი 28 კანონის განხილვა მინდა ილონ მასკის, ესე ვთქვათ, აზროვნების და ცხოვრების, ესე ვთქვათ, გათვალისწინებით იმის მიღმა, თუ ავტორი რას გვეუბნება. და დავიწყოთ განხილვა. მერყევ ნადავს გარს ლომები შემოეხვევიან, გვეუბნება რობერტ გრინი. ადამიანები ინსტინქტით გრძნობენ სხვების სისუსტეს. თუ კი პირველსავე შეხვედრაზე გამოავლენთ კომპრომისების, დათმობებისა და უკან დახევისადმი მზადყოფნას, მხეც გააღვიძებთ იმ ადამიანებშიც კი, ვისაც როგორც წესი სისხლი არ სწურია და იქიდან გამომდინარე, რომ მაქვს 15 წლიანი კორპორატიული გამოცდილება იურიდიული მიმართულებით, შემიძლია თამამად გითხრათ, რომ როდესაც შედიხართ მოლაპარაკებაზე ან შეხვედრაზე, სადაც უნდა დაიცვათ ინტერესები ან თქვენთვის საუკეთესო, ესე ვთქვათ, პირობები წამოიღოთ, აუცილებელი რეკომენდაცია არის, რომ შეხვიდეთ იმაზე დიდი, იმაზე მეტი მოთხოვნებით, ვიდრე რეალურად გაქვთ, იმიტომ რომ აუცილებლად იქიდან შეგეპასუხებიან და დაჯდება რაღაც საშუალო. აქედან გამომდინარე ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, ან თუნდაც როდესაც კლიენტს ეუბნებით, რომ ეს მომსახურება ღირს ჩემთან ეს ფასი, დაიტოვეთ ლუფტი. იმისთვის, რომ უკან პასუხი თუ იქნება ფასი დამიკელი, არ ჩამოვიდეს იმაზე დაბლა, ვიდრე თქვენ მოგინდებათ. ასევე ჩემი რჩევა იქნება, რომ ზოგადად ფასდაკლება არ გააკეთოთ, იმიტომ რომ ადამიანებს ფასდაკლება ვითომ უყვართ, მაგრამ რეალურად ფასდაკლებული ნივთების, მომსახურების და პროდუქტის მიმართ აქვთ ნაკლები პატივისცემა და თქვენ შეგიძლიათ გადაიკითხოთ სეილების, ესე ვთქვათ, მანუალები და რჩევები და ნახავთ, რომ ეს ასეა. გზის ნახევრამდე მისვლა გულის კანკალით საკუთარი თავისთვის სამარის გაცხრის ტოლფასია. თუ იწყებთ, უნდა გჯეროდეთ და აქ ძალიან კარგი მაგალითია ილონი, იმიტომ რომ ადამიანი ამბობს, რომ ჩვენ გადავალთ საცხოვრებლად მარსზე. ადამიანი ამბობს, რომ ინტერნეტი უნდა იყოს კოსმოსიდან პირიქით დედამიწაზე იმისთვის, რომ ყველას ჰქონდეს ხელმისაწვდომი, იყოს შუქი, უშუქობა, ესენი არ მოქმედებდეს ქარი და ასე შემდეგ. ადამიანი ამბობს, რომ მთელი მსოფლიო უნდა დადიოდეს მანქანებით, რომელსაც აქვს ესეთი ბატარეები, რომელიც არ არის ესე ვთქვათ, მავნე გარემოსთვის და თან ამ მანქანებს არ უნდა ყავდეთ მძღოლები, უნდა მართავდეს ხელოვნური ავტომატიზებული ინტელექტი, ხო? აბსოლუტურად მისი გზა სანამ არ მივა შედეგამდე არის შეცდომებით სავსე, სულ შეცდომებია და რომ შეხედოთ მის პროექტებს, რომლებიც არის სტარტაპები, იმიტომ რომ მას სხვა უკვე შემდგარი, ესე ვთქვათ, ბიზნესებიდან აქვს დიდი ფული და აქვს სანდოობა და ყავს კარგი ინვესტორები და კარგი საკრედიტო ხაზები აქვს, ის აფინანსებს ამ თავის შეცდომებიან აბსტრაქტულ სტარტაპებს
დიდ თავის ბიზნესებს, თორე არ უნდა გვეგონოს, რომ რაც ილონ მასკმა დაისახა მიზნად, ყველაფერი უშეცდომოდ გაიარა და მივიდა იქ, სადაც უნდოდა რომ მისულიყო, ხო? უბრალოდ მოუვიდა იდეა, გადაწყვიტა, რომ იდეის რეალიზება შეუძლია, იდეა სასარგებლოა, ფულს მოუტანს და ესე ვთქვათ, არ იმისთვის საინტერესო და სასიამოვნო, არ ელოდება იდეალურ სტრატეგიას, არ ელოდება რჩევებს, კონსულტაციებს. შეიძლება Twitter-ზე დაწეროს tweet-ი, რომ დღეს გავიღვიძე, გადავწყვიტე, რომ Dogecoin-ი იქნება მსოფლიოს ვალუტა და მთელი ესე ვთქვათ, პერიოდი საუბრობს მერე ამ რაღაცა მიმ კოინზე, რომელიც არის შეიძლება საბოლოო ჯამში დებილობა, მაგრამ ჯერა და იმდენად მას ჯერა თავისი ჭყალებს დებილობისას და მე ამ დებილობის ჯერა ხალხს, იმიტომ რომ ადამიანი მარსზე მიდის, ხო, მიუყავართ საცხოვრებლად, რომ შეუძლია ბაზრის манипуლირება, რა თქმა უნდა, თავის სასიკეთოდ. აქედან გამომდინარე, ვისაც უფრო მომცრო გეგმები გვაქვს და დედამიწას ეხება ეს გეგმები, თამამად დაიწყეთ, დაიჯერეთ საკუთარი თავის, იმიტომ რომ ეგ იდეა, იმიტომ მოვიდა თქვენთან, რომ მისი რეალიზების საშუალება არსებობს. სხვანაირად მეტაფიზიკური სამყაროდან, ანუ სულიერებიდან ჩვენთან არ მოვიდოდა ისეთი იდეა, რომელიც ჩვენთვის შეუძლებელია რომ განვახორციელოთ. მივიდოდა იმასთან, ვისაც შეუძლია მისი განხორციელება. თუმცა ერთი განსხვავება წარმატებულსა და წარუმატებელ ადამიანს შორის არის, რომ ორივეს მოდის იდეები, ერთი ნაბიჯებს დგამს მის ესე ვთქვათ, სარეალიზაციოდ და შესასრულებლად და მეორე არაფერს მოიმოქმედებს, ან შეეშინდება, რაღაცას მოიმოქმედებს, შუაგზაში მიატოვებს, არ მიიყვანს ბოლომდე და მუდმივად არის ამ იდეების დევნის ციკლში. განბედაობა ფარისგან გმიჯნავთ, განბედაობა მასშტაბურობას გმატებთ, მორცხვი ფონს შეერევა, ხოლო განბედავი მაშინვე იპყრობს ყურადღებას, ხოლო ძალაუფლებას იკრებს ის, ვისაც ყურადღების მიპყრობა ძალუძს, მას თვალს ვერ ვწყვეტთ, მოუთმენლად ველით მის მომდევნო გაბედულ მოქმედებას და განბედაობის გამოხატვა ადამიანს შეუძლია მრავალი საშუალებით და გზით. ეს შეიძლება იყოს რადიკალური აზრის დაფიქსირება, ცხოვრების სტილი, ჩაცმის სტილი, თმის სტილი, სამეგობრო, ანუ ძალიან ბევრი რაღაცი შეიძლება რომ გამოვხატოთ ჩვენი განბედაობა. თუნდაც, არ ვიცი, ჩემ შემთხვევაში ვიტყვი სამსახურიდან წამოსვლით და 15 წლიანი პროფესიის ცვლილებით, რომლისთვისაც 6 წელი ვსწავლობდი, ხო? და მე ვფიქრობ, რომ ჩემი აუდიტორიის დიდი ნაწილი, რომელთანაც მაქვს ესე ვთქვათ, უკავშირი ყოველ შემთხვევაში და ხვდები რომ მენდობიან, იმიტომ მენდობიან, რომ განბედავი ვარ, გავრისკე ის, რასაც ბევრი არ რისკავს. აქედან გამომდინარე, თქვენს თქვენი ნიშა იპოვნეთ, რაში შეიძლება რომ იყოთ განბედავები, იმისთვის რომ ფარისგან გაიმიჯნოთ, იყოთ მისაბაძი და ეს რაღაც აი სოც ლიდერი და განსხვავებული თქვენ სფეროში. თუნდაც არ ვიცი, შეიძლება თეთრი მაისურების წარმოება გინდოდეს, მაგრამ როგორ ნაჭერს აარჩევთ, როგორ ვიდეოს გადაიღებთ, როგორ მოდელს ჩააცმევთ, ან მაგალითად არ ვიცი, როგორ სტაილინგს გააკეთებთ, ამითაც შეიძლება იყოთ გამორჩეული. ან თუნდაც არ ვიცი, კერამიკის სტუდია გქონდეთ, რომელსაც აი ესეთი საყვარელი ჭიქა ექნება, რომელიც არის უფორმო, შეიძლება მახინჯი, მაგრამ განბედავი ნაბიჯი ყველას დაამახსოვრდება. ეს ახლა ძალიან მარტივი მაგალითები მოვიყვანე, მაგრამ ზოგადად მე ვფიქრობ პერსონალური ბრენდის ჩამოყალიბებისას იმაში, რაშიც იმ მომენტში ვარ დარწმუნებული და არ არის აუცილებელი რომ 20 წელი კიდევ მაგ ჭეშმარიტების ესე ვთქვათ მიმდევარი ვიყოთ, ვთქვათ კაფიოდ. მაგალითად მე კაფიოდ შემიძლია ვთქვა და რადიკალურად დავაფიქსირო აზრი, რომ ყველა ქალი უნდა იყოს ფინანსურად დამოუკიდებელი. არა აქვს მნიშვნელობა მდიდარი მამა ყავს, ისეთი ძმა ყავს, შვილი ყავს თუ ქმარი ყავს თუ და თვითონ უნდა შექმნას თავისი ფინანსური უსაფრთხოება ბალიში უნდა იყოს დამოუკიდებელი და თან ისე არა რომ ერთი სამსახურიდან ქონდეს მხოლოდ შემოსავალი და ეს ითვლებოდეს ფინანსურ დამოუკიდებლად. აი ეს არის ჩემი ვფიქრობ
გაბედული აზრი ყოველ შემთხვევაში ქართულ სივრცეში და ქართულ სოციუმში. ასევე მეორე რადიკალური აზრი შემიძლია ვთქვა ის, რომ მე ვფიქრობ რაღაცა დროის მერე ადამიანი უნდა წამოვიდეს ნებისმიერი სამსახურიდან, რომელიც არის მისიონერული, ანუ მის მოწოდებას არ ემსახურება და უნდა დაიწყოს ცხოვრება მისი მიზნისთვის. ესეც ქართული საზოგადოებისთვის ყოველ შემთხვევაში მე ვისანაც მაქვს ინტერაქცია არის გაბედული აზრი და თქვენი პოვნეთ, თქვენი გაბედული აზრი და პოზიციონირება, რაც დაგეხმარებათ იმაში, რომ რაღაცნაირი, ესე ვთქვათ, განმასხვავებელი ნიშა და ინტერესი შექმნათ თქვენს გარშემო. კანონის დაცვა. 1925 წლის მაისში 5 ფრანგი ჯართის მეფე, ლითონის გადამამუშავებელი ინდუსტრიის წამყვანი მაგნატები მიწვეულნი იყვნენ ოფიციალურ, მაგრამ მკაცრად კონფიდენციალურ შეხვედრაზე ფოსტისა და ტელეგრაფის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილესთან სასტუმრო კრიონში, რომელიც მაშინ პარიზის ყველაზე მოდური სასტუმრო იყო. და აქ ვითომ ბატონი ლუსტიგი იყო ამ სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენელი და მოკლედ ძალიან კონფიდენციალურად შეხვდა ამ მაგნატებს და რამდენიმე კვირაში ერთ-ერთს აცნობა, რომ ისევ ამ სასტუმროში მოდით, თქვენ გაიმარჯვოთ აუქციონში და მოკლედ მიუტანა საბუთები ეიფელის კოშკის ფლობაზე და ეს კაცი ეჭვი გაუჩნდა რა ამ ყიდულს, რომ რატო არის ესეთ ფარულ ადგილას და რატო არის გასაიდუმლოებული და რატო არ არის სახელმწიფო სიტყვაზე აუქციონი და მიხვდა ლუსტიგი და ლუსტიგის ისტორიას გირჩევთ რომ ისწავლოთ იდეალური, ფენომენალური თაღლითი მატყუარა და არ ვიცი აფიორისტი, როგორ თქვა. ნუ აფერისტი იყო და აი უბრალოდ რამდენად იცნობდა ადამიანის ფსიქოლოგიას, როგორ ასტრონომიულ რაღაცებს ატყუებდა იმისთვის, რომ შედეგი მიიღო, ხო და მოკლედ ლუსტიგი რომ მიხვდა, რომ ამ მაგნატს ეჭვი შეეპარა, რა გააკეთა, დაუწყო ესე ვთქვათ მინიშნებებით საუბარი, როგორ დაიღალა სახელმწიფო სამსახურში მუშაობით, როგორი დაბალი ხელფასი გაქვს, ანუ ქონდა და მინიშნებას აძლევდა, რომ ქრთამის მიღება უნდოდა და აი ამ ფაქტმა ის მაგნატი დაარწმუნა იმაში, რომ ნამდვილად ეიფელის კოშკს კიდდა ეს ადამიანი, რადგან აი დაუჯერებელი იყო, რომ ვიღაცა ვინც გატყუებს პლუს ქრთამი მოგთხოვოს, ხო, იმაში, რომ რაღაცა მოგატყუოს და მოყიდოს და რა თქმა უნდა, რომ გავიდა კვირები და არაფერი არ გამოჩნდა არავინ სახელმწიფოს წარმომადგენელი, ბოლოს გაირკვა, რომ ის დარჩა მოტყუებული და ისეთი შერცხვენილი იყო თავის თავთან და არ უნდოდა რეპუტაციის გაფუჭება, რომ არც პოლიციაში არ შეუტანია, ესე ვთქვათ, განცხადება და ესე შერჩა ლუსტიგს კონკრეტული ეგ შემთხვევა, როგორც იტყვიან, ხახვივით. და განმარტება კანონის, რომ მასშტაბის, ანუ ტყუილის მასშტაბის ზომა და არა მარტო ტყუილის გაბედვის მასშტაბის ზომა იწვევს ოპტიკურ ილუზიას, მასშტაბი ყურადღებას ფანტავს, გვაჯადოებს, ყველაფერი ისეთი აშკარად გვეჩვენება, რომ უბრალოდ არ შეგვიძლია დავუშვათ რაიმე ილუზიის ან მცდარი წარმოდგენის შესაძლებლობა და აქ საქართველოში ყველამ იცის, რომ მომრავლებულია ძალიან სკამერი კოლ-ცენტრები, ანუ თაღლითური კოლ-ცენტრები, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ატყუებენ ფულის, ესე ვთქვათ, ინვესტიციის ჩადებასთან და რაღაც არარეალურ მოგებებს პირდებიან, ხო? ეს არ არის ამ საუკუნის, ესე ვთქვათ, რამე განსაკუთრებული სქემა, აგერ ლუსტიგი ამას აკეთებდა წინა საუკუნეში და მის წინ კიდე სხვები აკეთებდნენ, უბრალოდ ცვლილება არის ის, რომ არის უფრო მასშტაბური და ინტერნეტი ეხმარება და ზოგადად ონლაინ სივრცე იმას, რომ უფრო ბევრ ადამიანს მოატყუონ ერთდროულად, მაგრამ აი ეს ფსიქოლოგია, რომ რაღაცა ოპტიკურად გრანდიოზული უნდა მოატყუო, ხო, რომ მაგალითად მომცემ 100 ლარს და შენ დაგიბრუნებ 1000 ლარს 3 კვირაში. აქედან გამომდინარე, ყველა შეთავაზება, რომელიც იქნება არარეალური, ზედმეტად მომხიბლელი, ხო, თუ არ ვცდები საბჭოთა კავშირის
დაშლის შემდეგ იყო თუ დაშლისკენ რო იყო საბჭოთა კავშირი მახსოვს რომ ჩემო ბებიამ და ბაბუამ დანაზოგი შეიტანეს ბანკში რომ დიდი პროცენტი ექნებოდა ანაბარს 20% თუ რაღაც და ეგ ფულიც გაქრა და არაფერი 20% არავის არასდროს არ უნახავს რატო ადამიანმა იფიქრა რომ ვაუ ანუ თუ ჩემი დანაზოგის 20% მომცეს ყოველ თვეში საერთოდ მუშაობა არ მჭირდება და ამ ფიქრებს აყვა გაგიჟდა ოპტიკური ილუზია დაიმართა თავის ყველა ოცნება აახთინა უმოქმედობით და მარტივი ფულის შოვნის გზით და დამეთანხმებით რომ იქიდან გამომდინარე საქართველო არის სოციალურად ეკონომიკურად გაჭირვებული ქვეყანა, რაც უნდა მე მინდოდეს რომ არ იყოს, სამწუხაროდ სტატისტიკა არის ესეთი ძალიან მარტივია იმ ადამიანის მოტყუება, ვისაც უჭირს სამომავლო დაპირებით, რომ შენი მომავალი გაბწყინდება თუ არ ვიცი, რაღაცას ჩადებ ინვესტიციას, თან არაფრის კეთება და სწავლა არ მოგიწევს. მე პირადად ვფიქრობ, რომ არ არსებობს შემოსავალი, რომელიც შეიძლება გაბევრდეს, გაასმაგდეს ან გაოცმაგდეს თუ ჩვენ არ გავერკვიეთ რაში ვდებთ ინვესტიციას, რეალურია თუ არა ეს ინვესტიცია და თან არაფრის სწავლა არ გვინდა, არ დროის ჩადება არ გვინდა, არც ენერგიის ჩადება არ გვინდა და ესე გვინდა რომ რაღაცა ილუზიურად მოვიდეს ჩვენთან თანხა. ეს ასე არ მოხდება, არავის არ ანდოთ საკუთარი ფული, თქვენ თვითონ იყავით პასუხისმგებელი, რაში ჩაბდებთ ინვესტიციას. დღეს არის ხელოვნური ინტელექტი, ქართულად ხმოვანს გაუგზავნით ChatGPT-ს და გიპასუხებს აქ როგორ დარეგისტრირდე, იქ როგორ დარეგისტრირდე და მე ვფიქრობ, რომ 21 საუკუნეში 2026 წელს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, ვისაც აქვს ინტერნეტთან და ტელეფონთან და ლეპტოპთან შეხება, უნდა იღებდეს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, რომ არ მოტყუდეს და სხვათა შორის პანამაში ძალიან ხშირია აფერისტული თაღლითური სქემები. ორჯერ კინაღა მე და ჩემი ქმარიც გავხდით ამის მსხვერპლი, მაგრამ იმიტომ რომ გადავამოწმეთ, არაფერი არ მოხდა. მაგალითად, ჩვენს რესტორანში გააკეთეს სტუმრებმა ჯავშანი, უნდა ყოფილიყო კორპორატიული, ასე ვთქვათ, ივენთი. აიღეს წინასწარ შეუკვეთეს ყველაზე ძვირიანი კერძები, ყველაზე ძვირიანი სასმელები, ყველაფერი დაგოთვლევინეს 30 კაცზე. წინასწარ ჩაგვირიცხეს თანხა და შემდეგ გვითხრეს, რომ თუ შეიძლება გავაუქმებთო და უკან გადმოგვირიცხეთო, ჩვენ უთხარით კი, უბრალოდ რომ შევედით ბანკის ანგარიშზე, თან ასახული იყო, მაგრამ თან აჩვენებდა, რომ არ შეგვეძლო ამ თანხის გამოყენება, იმიტომ რომ ბლოკში იჯდა და არ ვიცოდით თურმე პანამაში ესეთი ესე ვთქვათ, სქემა არის, რაც ამერიკაშიც არის, აქ ბანკნოტებზე, ანუ ჩეკის განახდებით, ჩეკის გაგზავნით შეიძლება ფულის შეტანა, თუმცა რეალურად შეიძლება ამ დროს შენ ამ ანგარიშზე, საიდანაც ესე ვთქვათ, ჩეკმა უნდა გადარიცხოს, არ არის თანხა, მაგრამ მიმღებს მაინც უჩვენებს როგორც დანაპირებს, ესე ვთქვათ, რომ მიიღებს ამ თანხას და მერე ბანკი რო ამოწმებს ჩეკის გამცემ ბანკთან იმ ანგარიში არის თუ არა თანხა, თუ არ არის, უქმდება და შენ რჩები ნოლზე და უბრალოდ დავრეკეთ, განოვრეკეთ, გაგვიკვირდა და რაღაცა კვლევა გავაკეთეთ და გვითხრეს, რომ არა, დაელოდეთ, რომ აისახოს. აქედან გამომდინარე, რაც უფრო ილუზიური და დიდი არის დანაპირები, მით უფრო მეტი იფიქრეთ, დაფიქრდით, იკვლიეთ, გაიკითხეთ, გამოიკითხეთ, ხო? და ისევ ილონ მასკს რომ მივუბრუნდეთ, კანონის განმარტებაში ავტორი გვეუბნება, თუ პატარა და შეუმჩნეველი ხართ, როგორც დავითი, იპოვეთ და შეუტიეთ თქვენს გოლიათს. რაც უფრო დიდია თქვენი მიზანი, მით მეტ ყურადღებას მიიპყრობთ. მარსზე გაფრენა. ილონ მასკსა ყველას ახსენდება მარსზე. ან წავალთ მარსზე, ან არ წავალთ. უბრალოდ ეგეთი უტოპიური, ილუზიური, ესე ვთქვათ, მიზნით და სურვილით ძალიან დიდი გახდა. ერთადერთია დედამიწაზე, ყოველ შემთხვევაში ეხლა, ვისაც აქვს მაგის პრეტენზია და რაღაცა ამისთვის
მუშაობს, ხო? რაც უფრო უშიშარია თავდასხმა, მით მეტად გამოირჩევით ბოსგან, მით უფრო მეტ აღფრთოვანებას დაიმსახურებთ. გამბედავი აზრები ბევრს უტრიალებს თავში, მაგრამ ცოტას თუ აქვს სათანადო გამბედაობა, გაასაჯაროოს ისინი. დაუსახეთ საკუთარ თავს ყველაზე დიდი მიზანი და დაუმიზნე ყველაზე მძლავრი იარაღიდან. მსოფლიო დატკბება სანახაობით და დააჯილდოებს მამაც. შენ ასეთ პატარას დიდებითა და ძალაუფლებით და მე ვიტყოდი, რომ ისევ და ისევ ილონ მასკის შემთხვევაში ის მარსზე ააშენებს თუ არა საცხოვრებელ კომპლექსებს და ადამიანისთვის სასიცოცხლო პირობებს შექმნის თუ არა, ისტორიაში მაინც დარჩება როგორც დიდი და თან გამბედავი და რაღაცნაირი ისეთი, ხო, თავის შვილებსაც ისეთ სახელებს არქმევს, რომ X, Y რაღაცა 13, 25, რომ აი ვითომ უკვე გადადის მარსის ცხოვრების წესზე, მაგრამ ეს შეიძლება ყველაფერი იყოს ფარსი, ამას გვაჩვენებს შემდეგი 20-30 წელი, ხო? ნახოთ რა პროგრესი ექნება ამ მიმართულებით. უნდა განივითაროთ გადამჭრელი მოქმედების უნარი, ავარჯიშოთ გამბედაობა და ხშირად გამოიყენოთ ეს თვისებები. საუკეთესო სფერო, რომლითაც შეგიძლია დაიწყოთ, არის მოლაპარაკებების დელიკატური არეალი, განსაკუთრებით ის შემთხვევები, როდესაც გთხოვენ დაასახელოთ თქვენი ფასი. ძალიან ხშირად უბრძოლველად ვიხევთ უკან. ძალიან ცოტას ვითხოვთ. აქ ერთ რაღაცას გეტყვით, რომ ფასდაკლება არ გააკეთოთ. ჯობს თქვენი მომსახურება და პროდუქტი თუ გინდათ გულით აჩუქოთ ვიღაცას, ვიდრე ფასდაკლება გააკეთოთ განსაკუთრებით ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორც საქართველოა, სადაც ყველა იცნობს, ყველაფერს განიხილავს, არაფერი არ არის კონფიდენციალური და ნუ შექმნით თქვენ შესახებ 200-როვან წარმოდგენებს, თქვენი ნივთი 80 იღებს 120 თუ 240, იმიტომ რომ ადამიანებს ზოგადად არ უყვართ, როცა სხვადასხვანაირად ეპყრობიან, სხვადასხვა ფასს ეუბნებიან, ხო? ეგ კი არა, იმასაც ვაპროტესტებთ, რატოა საქართველოში რაღაცა საერთაშორისო ბრენდი უფრო ძვირი, ვიდრე სხვა ქვეყანაში, იმიტომ რომ ვითხოვთ სამართლიან თანაბარ მოპყრობას და ეს უფრო პატარა მასშტაბებზეც, როგორიც არის ლოკალურად სერვისების გაწევა და პროდუქტის გაყიდვა, განსაკუთრებით პერსონალური ბრენდის მეშვეობით, ასევე, ესე ვთქვათ, მოქმედებს და ძალაშია და ძალიან კარგი მაგალითი არის, რომ უნდა მაგალითი კი არა და ჩანაწერი უნდა გვესმოდეს სიმამაცე ბუნებით არ გვეძლევა, მაგრამ მორცხვობაც არ არის ასევე ჩვენი ბუნებრივი თვისება, ხო? ანუ მორცხვი ვართ თუ გამბედავი, ანუ მამაცი თუ მორცხვი განპირობებულია გარემო, ჩვენი ცნობიერება, ოჯახი, ბაღი, ეს, წარსული, ასე შემდეგ. კარგი ის არის, რომ ჩვენ ვიბადებით 0 და მერე, ესე ვთქვათ, გვემატება ეს რაღაცაები, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენში ორივეა, ჩვენში არის სიმამაცეს და არის მორცხვობა, ჩვენზე არის დამოკიდებული, რომ ესა თუ ის უნარი თუ თვისება დავამუშაოთ, შევამციროთ, შევცვალოთ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დაიმახსოვრეთ, გაბედული ქმედებებისგან წარმოშობილი პრობლემები შეიძლება გადაწყდეს კიდევ უფრო დიდი გამბედაობითა და მონდომებით. გაფეილდა ილონ მასკის რაღაცა, არ ვიცი, ბატარეა მანქანის. უფრო დიდ გამოიგონებს და ის ჩაყლაპავს. რომელშიც ასევე შესწომეს და უშვებს, მერე კიდე დიდ მიზანს ხვეტყვის და ის ჩაყლაპავს. ანუ თქვენი გაბედული ქმედება ყოველ უკანა შეცდომიან, ხარვეზიან, გაფეილებულ, ესე ვთქვათ, ნაბიჯს და იდეაში თანთქავს და ყლაპავს. დაპირებაც კი მასზე. თუმცა რაღაცეები უნდა აუცილებლად შეასრულოთ და მიიყვანოთ ბოლომდე, რომ სულ დაპირებასავით არ იყოს თქვენი ცხოვრება და რაღაცნაირად როგორც დღეს პოლიტიკოსები წინა საარჩევნო დაპირებები და სულ ხუმრობს, რომ მათი არ გვჯერა და არიან მატყუარები, რაღაც ეგეთ კატეგორიაში არ გადახვიდეთ. წავიკითხოთ ლომის და კურდღლის ხატება. ლომი არ წრიალებს და არ ერიდება. მისი მოძრაობები სწრაფია, მისი ყბები სწრაფი და ძლიერია. მორცხვი კურდღელი აუცილებლად ცდილობს თავიდან აიცილოს საფრთხე, მაგრამ უკან დახევის მსვლელობისას
აერევა ბილიკი და ხაფანგში აღმოჩნდება, უკან იხევს და პირდაპირ მტაცებელს უვარდება ხახაში. და ამ თავის განხილვას დავიწყებდი იმით, რომ უნდა ვიყოთ ლომები. გაბედულები, ჩვენი მიზნისკენ წინ მავალები და არ ვიფიქროთ და არ დავითრგუნოთ წინასწარ თავები, სხვა რას იფიქრებს ჩვენზე, რას ვიზამთ, იმიტომ რომ გავაცხოვრება ისევ, რომ მაგაზე ფიქრში გავატარებთ დროს და აღმოჩნდება, რომ ის ადამიანი ჩვენზე საერთოდაც არ ფიქრობდა და ამ კანონის საპირისპირო მოსაზრება არის, რომ ხანდახან აი ეს ზედმეტი გამბედაობა და თავდაჯერებულობა და რისკიანობა შეიძლება სისასტიკეს, სიგიჟეს გაუტოლდეს. იგივე უკიდურესობა ახასიათებდა ივანე მრისხანეს. თავისი გადამწყვეტი ქმედებებით წარმატების მიღწევის შემდეგ მან ვერ შეძლო დროულად შეჩერება ამან. მისი ცხოვრება ძალადობითა და სადიზმით აღსე კოშმარად აქცია, ხო? ანუ ზღვარი უნდა დავიცვათ და ჩვენს წინა ხელისუფლებასაც რომ დაეცვა ზღვარი, არ დაგვამახსოვრდებოდნენ ისე როგორც სასტიკები, ისეთები, ასეთები, იმიტომ რომ ბევრი რეფორმა გატარდა, ბევრი სასარგებლო და ესე ვთქვათ, ქვეყნის რეპუტაციისთვის კარგი საქმე გაკეთდა, მაგრამ იმდენად მათმა ამ ნაბიჯებმა, გამბედაობამ, სიმამაცემ გადააგდო ძალაუფლების ხილსი და კონტროლი დააკარგვინა, რომ საერთოდ არც ის კარგი აღარ გვინდა და აღარც გვახსოვს, ხო? აქედან გამომდინარე ბალანსი. თქვი რაღაც, მივხვდი რომ ვერ ასრულებ, შემდეგ რასაც იტყვი, თქვი და შეასრულე. აი, ესე იხელმძღვანელეთ და მგონია რომ ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან დიდი მადლობა, ვინც ნახეთ ეს ეპიზოდი. გთხოვთ გამოიწეროთ არხი და გაუზიაროთ ეს ვიდეო თქვენს მეგობრებს. დროებით.